88 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, გამორჩეული მომღერალი და პედაგოგი გიორგი ჟორალომთაძე გარდაიცვალა. ის სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის ოპერის თეატრისა და ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელი. გიორგი ლომთაძემ 1967 წელს დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1972 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. მრავალწლიანი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის 1986 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, შემდგომ საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. გიორგი ლომთაძეს რამდენიმე წლის წინ ქუთაისში ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. შესანიშნავი ხმის, მაღალი პროფესიონალიზმისა და გამორჩეული არტისტული ოსტატობის წყალობით გიორგი ლომთაძემ ქუთაისის ოპერის სცენაზე შექმნა მსოფლიო და ქართული საოპერო ხელოვნების არაერთი დასამახსოვრებელი სახე. საოპერო სცენის პარალელურად ის 10 წლეულობის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას. მან არაერთი წარმატებული მომღერალი აღზარდა. გიორგი ლომთაძეს 23 ივლისს 15 საათზე ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლიდან გააცილებენ უკანასკნელ გზაზე. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში ხანძარი იყო. 18 ივლისს გამთენიისას გაჩენილმა ცეცხლმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოვაჭრეების თქმით ცეცხლმა მათი კუთვნილი პროდუქცია და ინვენტარი სრულად გაანადგურა. მოვაჭრეების განცხადებით, ბევრისთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო და მიყენებული ზიანი 10,000-ობით ლარს აღწევს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის მთავარი გამოწვევა საქმიანობის აღდგენა და ზარალის შეფასება. ხანძრის გამოწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. დავზარალდეთ აი ჩამსაერა. დიახ, რა ასე მუშაობთ თქვენ? სურსათი. და როგორ გაიგეთ ეს ამბავი? დაგვირეკენ რა, ამენ. რა პერიოდი? დილის 2 საათი. ხარ დაუდევ რომ ალბათ რაღაც კაბელი ქონდა ალბათ არასანადარული და რაღაც მოხდა ესეთ რაღაცა გაუთვალისწინებთ. წმინდავს და ადმინისტრაცია ალბათ გააკეთებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი წყალტუბო-ცაგერი ლენტეხი ლასტიდის საავტომობილო გზის 98 კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 98 კილომეტრზე გუშინ მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა. უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. იმერეთში, გურიაში, სამეგრელო ზემოსვანეთსა და თბილისში ცეცხლსროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვატარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭრეყის შედეგად ნივთმტკიცება დამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მჭიდები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ქუთაისში მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარისძღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. მოძრაობის წევრების განცხადებით, მათი მიზანია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც აქტიურ წევრებსა და მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობაზე იქნება დაფუძნებული. შეხვედრის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მოძრაობის საქმიანობას, დაესვათ კითხვები და ესაუბრათ იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის ყველაზე აქტუალურია. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის 2025 წლის ფებრუარში დაფუძნდა და საკუთარ თავს მემარცხენე პროევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებად წარმოაჩენს. ორგანიზაციის განცხადებით, მისი ძირითადი პრიორიტეტებია სოციალური სამართლიანობის გაცდიერება, შრომითი უფლებების დაცვა, ხალისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა. Ჩვენი მიზანი არის პარტიის ისეთი პარტიის შექმნა, რომელიც იდგება აქტიურ წევრებზე, რომელიც შეიქმნება არა უბრალოდ ხურცელზე, არამედ იქნება სახალხო პარტია, სადაც ხალხი ჩაერთვება თვითონ პარტიულ მუშაობაში და თავს დაინახავს აი ამ პოლიტიკურ პროცესების მონაწილე გახდება ჩვენთან ერთად. გვინდა რომ როცა იქნება ამის საშუალება, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში არჩევნები, ჩვენ ვიყოთ მზად ამისთვის და რაღაცა ბაზისი გქონდეს, მხარდამჭერების, პარტიული სტრუქტურის პროგრამა გქონდეს და უფრო ასე ვთქვათ ორგანიზებულად და სტრატეგიულად შევიდეთ აი ამ პროცესებში. ამისთვის ვაკეთებთ აი ამ გაფართოების კამპანიას, ამ ღია კარისძღებს, ამ შეხვედრებს, რომ მოვემზადოთ ერთად და
ეს ამ პროცესის მონაწილე იყოს ყველა, ვინც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ხედვებს ზოგადად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის რაღაც ჩვენეულ ხედვაზე. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ დასთან აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა. სამგორი სიყვარული ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც საინტერესო ინსცენირებით და იმპროვიზაციული ხედვითაა აგებული. მეტამორფული სცენური რეალობა და მე-20 საუკუნის 20-იანი წლების თეატრის რეტრო ესთეტიკის მოდელირება, სცენოგრაფია და თემის აქტუალობა თეატრის სიმბოლურ სიტყვას ქმნის. ხარია რომ იმ ყველაფერს თავი მოეყარა, რაზეც ამდენ ხანი ვიმუშავეთ, ვიშრომეთ, ძალიან ბევრი და მადლობა ღმერთს, შეგვხვდა ფანტასტიკური რეჟისორი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს შედეგი მიგვეღო და ასევე არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც მართლა კაშკაშებენ მესხიშვილის თეატრის სცენაზე. სპექტაკლი წარმოადგენს ერთი გრძნობის სამ წახნაგს სხვადასხვა ასაკში, სამ განსხვავებულ პარტნიორთან, გრძნობათა ჭიდილს და ერთგულება ღალატის მძაფრ შეგრძნებებს. ემოციებს ვერ ვუყრი თავს, ისეთი რაღაცა ხდება ახლა აქ და აქ და აი არის გაერთიანებული ეს ყველაფერი და ეს შრომა, ეს რეპეტიციების პროცესი, ეს ანსამბლურობა, ეს უდიდესი ჯადოსნური სცენა და პრემიერის დღე, ეს უბედნიერესი დღე თითოეული ჩვენგანისთვის და აი მაყურებელი და არ ვიცი, ვერ ვალაგებ სიტყვებს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველას და 19 ივლისი ჩაიწერება თარიღში. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ყოფნა და სიტყვის თქმა სწორ დროსა და სწორ ადგილას. სპექტაკლში თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები მონაწილეობენ. წარმოდგენილი პრემიერით თვის ბოლოს მესხიშვილის თეატრი დაარსებიდან 165 სეზონს დახურავს. შედეგი მივიღეთ და იმ შრომისა, ჩემო კარგო, ბედნიერი ვართ. ბედნიერები ვართ ჩვენ თითეული და თითეულის გამარჯვება გვიხარია, იმიტომ რომ ეს არის გუნდი და გუნდმა გაიმარჯვა, ეს არის მთავარი და მიყვარხართ ყველა ჩემო ძვირფასებო და გილოცავთ. ბედნიერი სპექტაკლები და პრემიერები ქონოდეს ჩემო კარგო. დიდი შრომა ჩავდეთ ამ სპექტაკლის შექმნაში, ეს არის გარკვეულად წერეთლის მოთხრობის მოტივებზე, ძირეულად არის ხშირ შემთხვევაში შეცვლილი. ნუ ეს არის იდეა, რომელიც ჩვენ გვინდოდა მაყურებლამდე მიგვეტანა. მე მგონი ყველაფერი მათთვის გასაგები იყო.